საღამომშვიდობის ჩემო მეგობრებო. ესეთი ახალი დასტა მაქვს ძალიან საინტერესო. და მინდა რომ პირველად ესე საჯარო გაშლაში მოვიხმარო, ასე ვთქვათ. და მოდი ნახოთ რაზე დაგველაპარაკება. ჩვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რა თქმა უნდა, სასიყვარულო, თქვენი საყვარელი სასიყვარულო გაშლა იქნება ეს. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ. ნახოთ მესიჯები მამრისგან. როგორც ჩანს, თქვენ მამაკაც უნდა გითხრათ, რომ არ უნდა იყოთ სულსწრაფი, უნდა აცადოთ, გარკვეული დრო უნდა მისცეთ და ეს ადამიანი გიხსნით, რომ რაღაცა ნაბიჯების გადმოდგმაში ხელს უშლის ეხლა აღნიშნული დრო და გეუბნებათ, რომ ცოტა ხანი მოიცადე, საჭირო არის რაღაცნაირად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ანუ ამ მოწოლილ ემოციებს თქვენ მიმართ და ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ აუცილებლად იმოქმედებს, უბრალოდ თქვენგან მოითხოვს, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი გაგებას და არ უნდა რომ დატოვოთ. აქ შესაძლებელი არის არც გქონდეთ კონტაქტი, ანუ ზოგ ვარიანტს, ზოგს გქონდეთ, მაგრამ ადამიანის შეცვლილი გეჩვენებოდეთ, ანუ ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ საყვარელ ადამიანთან თუ ეხლა არის რაღაცა კრიზისული მომენტი, ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ ცოტა ხანი მაცადე, ცოტა ხანი მოითმინე და ამ ყველაფერს გავუმკლავდებიო. ვნახოთ. ზოგ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი საერთოდ ახალ გზას შემოგთავაზებთ ურთიერთობაში. შესაძლებელი არის აქ ბევრმა ისე ჩაიფიქროთ ისეგორი ადამიანი, თქვენი, ასე ვთქვათ, ქრაშები, ვისთანაც ჯერ არ გაქვთ კონტაქტი და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვინც მოგწონთ იმ ადამიანსაც იგივენაირი სიმპათიები აქვს თქვენ მიმართ. ვისაც ახალი დაწყებული გაქვთ ეგ ამბავი. ვინც ურთიერთობაში ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი რადიკალურად შეცვლილი იქნება უახლოეს პერიოდში. ცვლილებები გექნებათ მოკლედ. და ეს ადამიანის ამბობს, რომ გარდაუვალი არის ცვლილებები, ახალი ფურცლიდან დაიწყება თქვენი ურთიერთობა. მოდი კიდევ ვნახოთ. ეს უკვე მამრის კი არა, უკვე თვითონ ორაკული გეუბნებათ, რომ ძალიან დამოკიდებული არ უნდა იყოთ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე და ეს იცი რას იწვევს, თქვენ მთელი ყურადღება როცა ამ ადამიანისკენ მიემართება, ფაქტიურად ძალიან ბევრი რაღაც გრჩებათ ისეთი, სადაც გაქვთ წარმატების მიღწევის საშუალება, მაგრამ აი ამ თქვენი ყურადღებიდან გამომდინარე გეკარგა, ამ შანსებს კარგავთ და როგორც ჩანს თვითონ ორაკული გვირჩევს, რომ უნდა გათავისუფლდე აი ამ დამოკიდებულებისგან და ამ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრ ძალისხმევას აღარ ჩადებთ ურთიერთობაში, ამ ადამიანზე ფიქრებზე ცოტა თუ შეამცირებთ, უკვე მერე დაიწყება ურთიერთობას უკეთესობაც და ასევე საშუალება მოგეცემათ, რომ სხვა მხრივაც მიაღწიოთ წარმატებას. ანუ აქ ისეთი გოგოები ხართ შეკრებილი, ასე ვთქვათ, რომელსაც გჩვევიათ თავით გადაშვება გრძნობებში და ეს არის მავნებელი თქვენთვის. იყავთ ის, ვინც ხართ, იცხოვრეთ აწმყოთი და დატკბით ყოველი მომენტით. ამ შემთხვევაში როცა თქვენ გააცნობიერებთ, რომ აქ და ახლა ხართ, ეს უფრო მეტად მოიზიდავს სასიყვარულო ენერგიასაც. ასევე, ვისაც გაქვთ პრობლემები, აქ არის რჩევა, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, ასე ვთქვათ, მწვანე შუქი გაქვთ ანთებული.
საჭიროა გასაუბრება, გულწრფელი გასაუბრება თქვენ საყვარელ ადამიანთან და ეს უფრო მეტ უსაფრთხოებასაც მოიტანს და აი რაღაც მომენტში შეიძლება ის ადამიანი თქვენგან ელოდებოდეს პირველი ნაბიჯის გადმოდგმას და აი რაღაცა ერთი თქვენგან გახსნა, რაღაც ესეთი გულწრფელობის დანახვა. ეს ადამიანი ამ შემთხვევაში გულწრფელობას რომ დაინახავს, თვითონ უფრო მეტად გაიხსნება, ანუ რაღაცნაირად უჭირს რომ თავად წამოიწყოს ლაპარაკი. აქ შესაძლებელი არის რაღაცნაირად ჩაკეტილ სიტუაციებზე იყოს აქცენტი, შესაძლებელია ვიღაცებს წაშლილი გყავდეთ, დაბლოკილი გყავდეთ და რაღაცნაირად თქვენ თასაც ვერ ახტებოდეთ თითქოს. მაგრამ თვითონ ორაკული გვეუბნება რომ და ეს ადამიანიც გვეთანხმება ამაში რომ ძალიან კარგი იქნებოდა გულწრფელი ლაპარაკი. ასე რომ თუ ვინმე ელოდებით და აი რაღაცნაირად ეჭვგებარებათ იმაში, რომ მე რომ მივწერო, შეიძლება, არ შეიძლება რა გამოვაკეთე და იცოდეთ, რომ ნამდვილად ღირს, რატოღაც ეს ადამიანი ამ მომენტში არის ძალიან შებოჭილი. აი ესეთი ერთ ვარიანტიანი გაშლა გქონდა. მადლობა გიხდით, ვინც მისმენდით და დროებით.